გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ხიარული ფუტკრის გვერდიდან. ცოტა ხანი ვიდეოების დადება გამოვტოვე, შეიძლება მოგენატრეთ კიდევაც, მეც მომენატრეთ, YouTube-იც მომენატრა. მოკლედ რომ ვთქვათ, რაღაცა სხვა საქმით ვიყავი დაკავებული და კარგად ვერც ფუტკარს ვერ მივხედე და ვერც ვიდეოებისთვის ვერ მოვიცალე. მაგრამ დაუბრუნდი მეგობრებო, განვაახლე ვიდეოების ჩაწერაც. მოკლედ ძალიან კარგი სეზონი იყო, კარგი ამინდები დაემთხვა და დარწმუნებული ვარ, ყველა მეფუტკრე კმაყოფილი არის. ახლა რა შეეხება დღევანდელ დღეს მინდა რომ მკურნალობას დავუთმო ეს ვიდეო და ხელოვნურ კვებას. ხელოვნურ კვებას რა შეეხება სიროპს აძლევ ხოლმე, აი ასე ცელოფინით ვაძლევ სიროპს, ვინც ჩემ ვიდეოებს უყურებს, ყველა მიცის რომ ის ჩასადები, ჩარჩოები რომ არის პლასმასის და სიროპს ასხავს, მაგენს მე არ ვიყენებ და ვიყენებ ერთჯერადი ცელოფნებით სიროპს. დავადებ თავზე და მე თვითონ ფუტკრები მიხედავენ თავის საქმეს. რა შეეხება მკურნალობას მე ვახთენ ჭიანჭველამჟავით, აი ასეთ ჟავას ვყიდულობ, ჭიანჭველამჟავა, მუროვინკა. შიგნით არის 4 ტაბლეტი, 4 ბალიში და 1 ბალიში უნდა ერთ ფუტკარს მოქმედების ვადა აქვს 5-7 დღე. უნდა იყოს აუცილებლად გრადუსი რაღაცა 25 ცელსიუსი რა. სიცხეშიც მოქმედებს რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ბალიში მალე ორთქლდება და გრძელვადიან მეთოდზე ვერ ახდენს ფუტკრების მკურნალობას და პარაზიტებზე ზემოქმედებას. ამიტომ გუშინ ძალიან კარგი სიგრილე იყო, წვიმა იყო იმერეთის მხარეში, ქუთაისში ძალიან კარგი წვიმა იყო, ცოტა გაგრილდა. ეხლა გარემოს ტემპერატურა 25 გრადუსი არ იქნება, ცოტა მეტი იქნება, მაგრამ მაინც არ აუშავს. მე ვაგრძელებ მკურნალობას და ჩემი გადასახედიდან გამომდინარე, იმის გამო რომ ცოტა სიცხეები არის, ყოველ მე-5 დღეს, მე-4 დღეს მოვალ და კიდე მივცემ, რა ქვია, ბალიშს. და კიდე გავაგრძელებ მკურნალობას. ანუ შევამცირე ეს 5-7 დღიანი დღე 3-4 დღემდე შევამცირე რა, ცოტა მეტჯერ მომიწევს წამლის მიწოდება ფუტკრისთვის, მაგრამ ეს არაფერი არ აუშავს, თავარია ფუტკარი იყოს ჯამთელად. ეხლა ეს ძველი ბალიში არის, აი მეგობრებო, ასეთი ბალიში არის აქ და ახლა მე ამას გავხსნი და მაგასაც გაჩვენებთ. ეს ძველი ბალიში ამოვიღოთ და უკვე გამოლეული არის რაღაცა, კი არა, რაღაცა თითქოს შიგნი ჟელესავით დარჩენილი, მაგრამ სველი არ არის რა, სველი უნდა იყოს ეს და მაშინ კიდევ არის წამალი შიგნით დარჩენილი. ხო და გამომშრალია მთლიანად და ამას გადავაგდებთ. და დღეს მინდა კიდევ ჩავატარო ტესტი ტროპილელაფსოსზე. ტროპილელაფსოს რაც შეეხება, მე არ ვიცი ახლა თქვენი საქმე როგორ მიდის ტროპილელაფსოსთან ბრძოლაში, მაგრამ ჩემსკენ მშვიდობა არის რა. ტროპილელაფსოზი არ დამიფიქსირებია, ვერ ვნახე ტროპილელაფსოზი, თუმცა მე გელათში მყავს ფუტკარი და მეფუტკრეობის მაღაზიებში მითხრეს რომ გელათიდან მეფუტკრეებაო წაიღეს ტროპილელაფსოზთან საბრძოლო პრეპარატებიო, მედიკამენტებიო და გელათის ასე რომ ვთქვათ, გელათში არის ტროპილელაფსოზი რა. ჩემი ინფორმაცია მე რაც ვფრობ, იმითი ვლაპარაკობ და ჩემთან არა, რატო არ ვიცი. ხო, რაცა ესაა ახლა და თავარია ფუტკარი არის კარგათა მშვიდობიანათა ყველაფერი რა. მაგასაც გაჩვენებთ ახლა ფუტკარი მინდა გაჩვენოთ როგორ გამოიყურება. კარგათაა რა ფუტკარი, ყველა ჩარჩოზე ცხოვრობს, ამ მეორე კორპუსიც აქვს ამ სკას. ხო და კარგათაა ფუტკარი, ყველა ჩარჩოზე ცხოვრობს რა. მშვიდად გამოიყურება, დედები ახალი გამოცვლილი მყავს, მოკლედ ყველაფერი რიგზია რა. მშვენივრადაა საქმე, ამის თქმა მინდა, ძალიან კმაყოფილი ვარ, პრობლემა არაფერი არ არის, თავარია. კმაყოფილი ვარ მოკლედ რა. სანამ მუშაობას დავიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ, დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ხიარული ფუტკარი. ასევე მინდა გთხოვოთ, გაწევრიანდით Facebook ჯგუფში ხიარული ფუტკრის საძმო. ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში. უკვე ვართ 1800. ამ ჯგუფს რაც შეეხება, რაღაცა ანონიმური პროფილები არ არის გაწევრიანებული, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. მაგალითად, სურათი რომ არ უდევს ადამიანს Facebook-ზე თავისი, აწერია რაღაცა სხვა სახელი, მაგალითად, იაპონური მანქანების დაშლილები. ასეთი აკაუნტები ამ ჯგუფში ვერ მოხდება. აუცილებლად უნდა ხდებოდეს თქვენი იდენტიფიცირება. ეს ძალიან კარგი რაღაცა არის, რომ ჩატში არ იყოს ბოტები. ამას ვაქცევ ძალიან დიდ ყურადღებას, ასე რომ თუ სურვილი გექნება, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, უკვე თითქმის 1800 ვართ. მივდივართ 2000-ისკენ და რაც უფრო მეტი ვიქნებით, კარგი ხალხი ერთად შეკრებილი, მივესალმები ამ ამბავს. ეხლა პირველ რიგში გავაკეთოთ ტროპილელაფსოზის ტესტი. მე მომძევნი ბარტიან ჩარჩოს. და თქვენ თვალწინ გადავფრიკავ რამოდენიმეს, 1-20-ს გადავფრიკავ რა. მშვენიერი.
აბა დავიწყოთ. არაფერი არ ამოხტარა, მშვიდობა არის. ძალიან კარგი. ერთი ხუთს გადავფრიკავ აქანა, მერე ხუთს გადავფრიკავ კიდე იქეთ. სხვა ჩარჩოზე და ასე შემდეგ რა. აქა-იქ რა. არაფერი არ აწმებოდა კეთილო ხალხო. შვენივრად არის საქმე რა. მოდი დავანებოთ ახლა ამ ჩარჩოს თავი. ნახოთ შემდეგი ჩარჩო. ეს ახალი ჩადებული ჩარჩო არის. ველოდებოდი რომ ბარტყი იქნებოდა და კვერცხი, მაგრამ თაფლი შემოუტანიათ. შემდეგი ბარტყიანი ჩარჩო. აქ ხედავ ბარტყს და კვერცხს ხედავ აქ. აბა გადავხიკოთ. შვენიერი, მშვიდობა. ძალიან კარგი და ძალიან კარგი. ერთი 10 გადავხიკე უკვე აქ. არაფერი არ მომხტარა და არაფერი არ გარბის. მშვიდობაა რა. ტროპილელაფსოზი არ არის. ძალიან გაკვირვებული ვარ სიმართლე გითხრათ, რომ ჩემთან არ არის ტროპილელაფსოზი. ველოდებოდი. მოდი მესამე ჩარჩოც ნახოთ. ცოტა აქეთ თაფლია შემოტანილი და აქეთ არის ბარტყი. აბა ახლა აქეთ გადავხიკოთ. არც აქეთ არის არაფერი, არც აქეთ მშვიდობაა. ძალიან კარგადაა საქმეები რა. არ არის რა ტროპილელაფსოზი ჩემთან არ არის რა. არ არის არანაირად. დავაბრუნოთ ბარტყიანი ჩარჩო თავის ადგილას. მივაწოდოთ სიროფი, აი მეგობრებო, ასე ვაკეთებ მე სიროფს რა. ასე ერთჯერად ცელოფანში ამის გახრეტა ძალიან იოლი არის. ხო და თვითონ ფუტკარი მე მიხედავს 1 ლიტრი არის ახლა ეს რა მოაძლევი 1 ლიტრს 1/1 ვაძლევ სიროფს, რა ვიცი საინტერესებს პროპორცია. ახლა ჭიანჭველა მჟავა. ძალიან საფრთხილო არის რა ეს ჭიანჭველა მჟავა, არ უნდა შეისუნთქოთ რა, ახლა მე წესით მიღად უნდა მეკეთოს. შენია დავაფაროთ ეგი და ცოტას ვისაუბრებ კიდევ. მოკლედ მეგობრებო, სურვილი მაქვს რომ წელს მეფუტკრეებს ვესტუმრო საფუტკრეში რა. ხო და თუ თქვენ ახლა ამ ვიდეოს უყურებთ და სურვილი გაქვთ რომ ხიარული ფუტკარი გესტუმროთ, რამე კარგი ვიდეო ჩავწეროთ, რაღაც თემაზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა მეფუტკრეობაზე, შეგიძლიათ Facebook-ზე მომწეროთ, Facebook-ზე იოლად ნახავთ ჩემ გვერდს ხიარული ფუტკარი აკრიბეთ და ნუ ნახავთ იქ ხიარულ ფუტკარს და შეგიძლიათ გამომიზანოთ მესიჯი, ვისაუბროთ. ახლა ძალიან შორს მუწამიყვანთ. ქუთაისი გელათი არის ჩემი ტერიტორია და ახლო-ახლო არ არის პრობლემა, მაგალითად კახეთში ვერ ჩავალ ნამდვილად, კახეთში ვერ ჩავალ. აქვე რა ახლოს იმერეთის რეგიონში თუ ვინმეს ექნება თუნდაც სამეგრელოში, გურიაში, ძალიან დიდი სიამოვნებით გესტუმრებით. და ჩავწეროთ რამე კარგი ვიდეო, ვისაუბროთ მეფუტკრეობაზე და ერთი კარგი ლამაზი ვიდეო ვაჩვენოთ ხალხს. თუ თქვენ ასეთი სურვილი გექნებათ, მე თანახმავარ, გენაცვალოთ ჩემი თავი, შეგიძლიათ მომწეროთ და აუცილებლად გესტუმრებით. დღევანდელი ვიდეო ამით დასრულებულია. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ ვიდეოს ნახვისთვის, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ხიარული ფუტკარი. დიდი მადლობა ყველას.